ავანტყოფობით იბადება ვიღაცა მდიდარი იბადება, მილიონერი იბადება, როდესაც ჩვენ ამას ხსნიდით და საუბრობთ ამაზე, დაუშვათ ან გვინდა ავხსნათ, მაგალითად მე მქონია საუბრები პირდაპირ ვიტყვი დასამალი არ არის არაფერი, სხვა კონფესიის ან სხვა რელიგიის ხალხთან. ეს რელიგია არ არის ამის თქმაც მინდა, ეს მეცნიერება უფროა. ხო და როცა საუბარი მქონდა და როდესაც ვერაფერი ვერ ხსნის გარდა კარმისა და რეინკარნაციისა ჩვენ ამ მდგომარეობას. იმიტომ რომ ხა პატარა ბავშვი იბადება და არის უკვე ავანტყოფობით იბადება. ზოგი ვერც აგრძელებს ცხოვრებას, იქვე გარდაიცვლება ხოლმე. არის ეხლა ზოგი მდიდარია, ზოგი უსინათლო და ამ კითხვაზე ხანდახან ასე პასუხობენ ხოლმე, რაც მე არ მაკმაყოფილებს, ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება. კი ბატონო ვეთანხმები, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ ის იჯდეს მაგალითად და ამბობდეს, რომ ეს უსინათლო დაიბადოს ეს ასეთი პირობები შეუძლებელია, რომ ასე ვერ იქნება. ხო, მან აბსოლუტურად გამორიცხულია.